31 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა შეხვედრა თემაზე საუბრები საოჯახო მეურნეობის განვითარებაზე. ლექცია საუბარი ჩაატარა ბელგიელმა ფლოკონს ჰარგოთმა. მასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ამ საუბრის წარმართვაში ქართველებმა მზია დარასელიამ და გოჩა ჩარგაზიამ. ლექციის მთავარი თემა გახლდათ თუ რა არის კომპოსტი და როგორ ხდება კომპოსტირება. ფლოკონს ჰარგოთმა წარმოდგენილი ვიდეო მასალების ფონზე საინტერესოდ ისაუბრა კომპოსტის, ანუ ორგანული ნარჩენების დაშლის შედეგად მიღებული სასუქის შესახებ, რომელიც არის არაჩვეულებრივი რამ ნებისმიერი მცენარის ზრდისა და განვითარებისათვის. ასევე საინტერესოდ ისაუბრა თუ როგორ ხდება კომპოსტირება, ანუ ნარჩენების კომპლექსური მართვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, დაინტერესებული პირები. შეხვედრის წარმართვაში ფლოკონს ჰარგოთს, ანუ თარგმანში დაეხმარა ჩვენი ბიბლიოთეკის მოხალისე მარი არახამია. შეხვედრის დასასრულს ფლოკონს ჰარგოთმა კეთილის სურვილებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. გაანთავისუფლეთ ნიადაგი შხამქიმიკატებისაგან, მიაწოდეთ ბუნებრივი საკვები ნივთიერება კომპოსტი, ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. ამ გზით მიღებული პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლო. შეხვედრის დასასრულს იქნა დასმული სხვადასხვა შეკითხვები, რომელზედაც უპასუხა ფლოკონს ჰარგოთმა. ლექცია საუბარმა თბილ და საინტერესო ატმოსფეროში ჩაიარა.